ძველ ბათუმში სადარბაზოების კარებისა და ჭიშკრების აღდგენა შეცვლის სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე 36 მათგანის რესტავრაცია მოხდება. 70-ზე მეტი სადარბაზოს კარი და ჭიშკარი კი შეიცვლება. პროექტის პირველი ეტაპისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 400.000 ლარი გამოიყო. სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. გიორგი ერმაკოვი მოსახლეობას გაესაუბრა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი შენიშვნები მოისმინა. ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები ტარდება. უკვე დასრულდა იმნაძის ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უახლოეს მონაკვეთში დავამთავრებთ იმ ფასადების აღდგენას, ანუ ფასადებში მე გულისხმობ შედის ასევე სადარბაზოს კარების გამოცვლა, რაც ამ ძველი სტილის ქალაქს თვითონ უხდება და შესაბამისად შესაძლებელია მისი იერსახისათვის. სამუშაოები მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოებაზე, ჩვენ ვფიქრობდით, რომ უფრო მეტად გაგვეფართოებინა, მაგრამ თქვენაც ნახეთ, რომ კომუნიკაციები თვითონ მიწისქვეშა, რომელიც ტროტუარის სავალ ნაწილზე გადის, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გაგვეფართოებინა დაახლოებით 35 სანტიმეტრამდე გაფართოვდა ორივე მხარე. გამოცხადებულია ტენდერი 1000 კვადრატული მეტრის მოცულობის ეზოების კეთილმოწყობაზე. ძირითადად ეს მოიცავს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ეზოებს. მოეწყობა ის ეზოები, რომელიც არ არის ამ ეტაპზე კეთილმოუწყობელი. მეოთხე კატეგორიის ქვეპუნქტში ეკუთვნება, რაც მთლიანად უნდა დაზავდეთ თავიდან და შეიცვალოს და გვაქვს 36 ჭიშკარი პლუს 2 დაემატა. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, სრული რეაბილიტაცია გაკრასვა, გრუნტით შეღება, ყველაფერი თავიდან გადაღება. ისიც 36 ჭიშკარი გვაქვს და კარებებია სადარბაზოს კარები.